დემოკრატია მოკვდა, ის აღარ არსებობს. თუმცა დემოკრატიის ილუზია ჯერ კიდევ ცოცხლობს. ჩვენ გმართავენ ლიდერები, რომლებიც იჩემებენ, რომ დემოკრატი ლიდერები არიან და ჩვენს გვაიძულებენ თავიანთ თამაშში მივიღოთ მონაწილეობა. სამწუხაროდ, დღესაც ბევრი ადამიანი დიდი სიხარულით იღებს მონაწილეობას მათ თამაშში. სწორედ ეს მოცემულობა აქცევს თანამედროვე ტირანიებს უფრო უარეს რეჟიმებად, ვიდრე მათ, რომლებზეც ჩვენ ისტორიის სახელმძღვანელოებში ვკითხულობდით. გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ის მაინც იცოდა ხალხმა, რომ მათ უსმენდნენ. საბჭოთა კავშირში მთავრობის წინააღმდეგ წასვლის შემთხვევაში იცოდით, რომ თქვენ გულაგში გაგზავნიდნენ. მაო ძედუნის ჩინეთში თქვენზე აუცილებლად იძალადებდნენ ფიზიკურად, თუ კი კომუნისტების წინააღმდეგ გამოხვიდოდით. თუმცა ზუსტად იცოდეთ, რომ იყო დისიდენტი დღევანდელ დღეს ისეთივე სახიფათოა, როგორც უწინ. ჩვენი რეჟიმები შელამაზებულ სიტყვებს იყენებენ მათი ჭეშმარიტი განზრახვების დასამალად. ისინი მუდმივად ცვლიან ტერმინებისა და სიტყვების მნიშვნელობას. ისინი ამტკიცებენ, რომ ევროპაში მშვიდობის შესანარჩუნებლად რუსეთთან ომში უნდა ჩავებათ. ისინი ამბობენ, რომ დემოკრატიის დასაცავად მემარჯვენე პარტიები უნდა აიკრძალოს. ხოლო სიტყვის თავისუფლების დასაცავად აუცილებელია ცენზურის შემოღება დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის. ზუსტად ისე, როგორც ორველის 1984-ია ნათქვამი, ომი მშვიდობაა, თავისუფლება მონობა, ხოლო გაუნათლებლობა სიძლიერე. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.